სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. მოგესალმებით მეგობრებო, წმინდა მამების სულიერი მემკვიდრეობა. ღმერთი ყოველ წერტილშია? დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ამაზე მეგობრებო. ესე იგი, ნახეთ, ღმერთმა შექმნა ყველაფერი, რაც იარსებობს, ხო? ყველაფერი, რასაც ჩვენ ვხედავთ, ხო, გარეთ, შიგნით, ცა, მზე, მთვარე, ვარსკვლავები, ღრუბლები, მიწა, ჰაერი, ხეები, მდინარეები, ცხოველები და ადამიანიც ღმერთმა შექმნა. ხო, აქვე მინდა მეგობრებო გითხრათ, რომ ეს ვიდეო მოასმენიეთ თქვენ შვილებს, თქვენთან ერთად, თქვენ ბავშვებს, ნათესავებს, ბიძაშვილებს, რა ვიცი, ყველას, მოკლედ ყველა პატარას მოასმენეთ, რადგან ძალიან მარტივენაზე არის გადმოცემული და მაქსიმალურად ვეცდები, რომ ესე იგი კარგად აღიქვათ და თქვენც რა თქმა უნდა მოვესმენეთ და გაუზიარეთ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს რომ გაიგონ. მადლობა. ასევე გთხოვთ გამოიწერეთ არხი. მას შესადამე, ყველაფერი ღმერთმა შექმნა. ხო, ვარსკვლავები, მთვარე, ღრუბლები, მიწა, ჰაერი, ხეები, მდინარეები, ცხოველები და ადამიანი, ხო. სამყაროს არც ერთი წერტილი არ არსებობს შემთხვევით. ყველაფერი ხდება, ესე იგი, ღვთისნებით და ღვთისნებით გაჩნდა ყველაფერი და ცხოვრობს. მე თუ ის არის წყარო სიცოცხლისა, წყარო ცხოვრებისა. გახსოვთ როგორ სახარებაში როგორ არის ქრისტე როგორ ამბობს რომ მე ვარ გზა, მე ვარ სიცოცხლე, მე ვარ ჭეშმარიტება. წმინდა მამების ციტატა რომ მოვიყვანოთ, ესე იგი ნახეთ, ყველაფერი ღმერთმა სიბრძნით შექმნა, წმინდა ბასილი დიდი ასე ამბობს. მაგალითად, პატარა ბავშვს რომ კითხო, ვინ დახატა ცაზე ცისარტყელა, კი პასუხებს ღმერთმა. ნუ ბავშვური გულწრფელობა, ესე იგი მართალია. თუ შენც გულით ჩახედა ბუნებას დაინახავ, ყოველი წერტილი ღვთის ძალით სუნთქავს. ეხლა როგორ არის მოწყობილი, თქვა, ლამაზად და გონირულად და ხო ყველაფერი ეს ბუნება მოწყობილი. ცისფერი ცა, თეთრი ღრუბლებით, ხო, კარვებით, ხო, არის გადაფენილი არის, ხო. მიწაზე კი მწვანე ბალახია, ყვავილებით მოფენილი, თითქოს ღმერთმა ხალიჩა დაგვიგო, ხო? რა ლამაზია ეს ყველაფერი, რომ სიხარულით ვიაროთ მასზე. ხო, ესე იგი ნახეთ, არც ერთი ადამიანის მიერ ნაქსოვი ხალიჩა არ შეედრება ღვთის მიერ შექმნილ ბუნების სილამაზეს, მეგობრებო. წმინდა მამა ამბობს, რომ ღმერთი სილამაზის წყაროა, როგორც სიცოცხლის, ხო, წმინდა დიონისე არეოპაგელი. აი მაგალითად რო ავიღოთ ფერმერი, რომელიც ყოველდილით მზის ამოსვლას უყურებს, ამბობს, ეს ჩემი ლოცვა. მეგობრებო, როცა ბუნებას სიყვარულით უყურებთ, მასში ვხედავთ ღვთის სახეს. მართლაც რაც მშვენია და რა ლამაზია ხო ბუნება. მთები, ოკეანეები, ყვავილები, ხეები. ნახეთ, ტყეში უამრავი სხვადასხვა ხეა, ხო, მუხა, ფიჭვი, ნაძვი და ნუ ასე შემდეგ, ხო, ყველგან ისმის ფრინველების გალობა, მწერების ბზუილი, ტყეში ცხოვრობენ სხვადასხვა ცხოველები, ხო, იზრდება კენკრა და სოკო. კიდე ბევრი რამ, ხო, თითქოს ტყე რაღაც ცალკე სამყარო არის, ხო, სადაც ყველაფერი მოძრაობს, ცხოვრობს და ადიდებს ღმერთს. ყოველი ქმნილება ადიდებს თავის შემოქმედს, წმინდა გრიგოლ ნაზიანზე. მაგალითად, ბერი, რომელიც ტყეში ლოცულობს, ამბობს, ჩიტები ჩემთვის როგორც ზარი ისე ჟღერე. მეგობრებო, ტყეში ვსწავლოთ ხო სიჩუმესა და შიდა რაღაც სიმშვიდეს, ეს სულიერი ლოცვის დასაწყისია. სულიერი ლოცვის დასაწყისი. ნახეთ, მდინარე მიედინება ტყეებსა და მინდვრებს შორის, მასში სულთა წყალია და ბინადრობს ბევრი თევზი, ბაყაყი და სხვა ცხოველი. მდინარეც ცოცხალი სამყაროა, მეგობრებო.
ღმერთი განწმენს როგორც წყალი სიბინძურებს, წმინდა ეფრემ ასური ამბობს. აი მაგალითი რო ავიღოთ ზაფხულში ბავშვები მდინარეებში ბანაობენ და ლოცვით სიხარულს განესტიან. უნება ეს ღმერთთან აკავშირებს. წყალი გვახსენებს მეგობრებო ნათლობას, როცა სული სუფთავდება და სული წმინდა შემოდის. ხარა შეეხება ზღვა, ოკეანე, მთები, ნახეთ ღვთის ძალის გამოხატულებაა, ხო? ზღვა უზარმაზარია, სავსე ცოცხალი არსებები. მთები კი მაღლა, ცაში ჭრებიან, ასე ვთქვა. თევზი, უკაცრავ თავზე თოვლი და ყინულია, ხო? ნახეთ ორივე დიდებული და შთამბეჭდავია. მათ შორის დგომისას ადამიანი გზნობს თავის სულიერ სიღრმესა და სიმაღლეს. იოანე ოქროპირი ამბობს, ღმერთმა ზეციდან დაიხედა და იხილა ჩვენი ცხოვრება. მაგალითად მოხუცი მთაში ლოცნობს და ამბობს, აქ თითქოს ღმერთთან უფრო ახლოს ვარო. მეგობრებო, ნახეთ მთები ჩვენ გვასწავლის ამაღლებას, ზღვა კი ღრმა საიდუმ რაღაც რწმენას, ხო? მცენარეები და ცხოველებს აქვთ თავიანთი დრო, ადგილი და დანიშნულება. ბუნებაში ყველაფერი თანხმობაშია, ხო? ეს კანონები ღვთისგან მოდის, მეგობრებო. ყველაფერი ცხოვრობს, იზრდება, მოძრაობს, ბერდება და იცვლება. ღვთის დადგენილი წესის მიხედვით. როგორც მაქსიმე აღსარებელი ამბობს, ღმერთმა დასაბამიდანვე განსაზღვრა ყოველი არსების ადგილი. მაგალითად მებაღემ შეამჩნია, რომ იმ ადგილზე ბალახი ამოვიდა, სადაც არც დათესა, გესმით? მან გაიღიმა ღმერთმა უკეთ იცისო, თქვა. ესე იგი, თუ ჩვენ დავარღვევთ ბუნებას, დაუპირისპირდებით თავად შემოქმნეს, მეგობრებო. ადამიანი ღვთის ხატა და მსგავსა. ადამიანი ერთადერთია, ვისაც გონება და უკვდავი სული აქვს. ღმერთმა მას დიდი დანიშნულება მისცა, მეგობრებო, შეიცნოს ღმერთი, გახდეს უკეთესი და მოიპოვოს მარადიული სიცოცხლე. აი, მაშია მთელი აზრი. ისე ადამიანი ყველაზე მაღლა დგას ქმნილებათაგან, რომელს ვიცოდეთ. ბავშვმა ეკლესიაში გაიგო, რომ ღვთის ხატებაა და მკითხა, ანუ მეც გვავა რო ღმერთს და გულით იგზნო რა დიდებაა ეს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, გულფასო მეგობრებო, რომ ადამიანის ვიცება ისაა, რომ იგი ღმერთს გარეგნულად, რა თქმა უნდა, არამედ გული და საყრდენი. ასევე ღამით ცას რომ შევხედავთ უამრავ ვარსკვლავს, ხო ისინი უზარმაზარია, ხო ზოგი ზეებივით ანათებს, მაგრამ იმდენად შორს არიან. ჩვენ მხოლოდ პატარა წერტილებად გვეჩვენება. ყველაზე, ესე იგი, ყველა მათგანი ზუსტად და ერთობით მოძრაობს. ღვთის კანონი. გასწავლეთ. მაგალითად აი სოფლის მოხუცს მკითხეს ეს არ ესმის, მაგრამ ცას უყურებს და ამბობს, ცაზე ყველაფერი მართალია ღმერთივით. ესე იგი, ვარსკვლავები გვეუბნებიან, ღმერთი დიდია და ადამიანი მის წიაღში ცხოვრები ნაპერწკალია. ეხა როგორ უყვარს ღმერთს ადამიანი, ნახეთ, ღმერთმა სამყარო ადამიანისათვის შექმნა. მეგობრებო, მას ძალიან უყვარვართ. ვინც მას გულით უერთდება, ყველაფერში სიხარულს ხედავს. ღმერთი ჩვენთან არის, როცა სიყვარულით ცხოვრობთ. სიყვარული, თავდაბლობა, მოწყალება და ღვთის შიში უნდა გქონდეს მუდამ გულში. იოანე ღვთისმეტყველი ამბობს, ღმერთმა ისე შეიყვარა საქვეყანა, რომ მისცა ძე თვისი წმინდა. ეს იოანეს სახარებაში წერია.
აი დედაშვილს მტყიდულობს მაგალითად საყვარელად სათამაშოს დაეუბნება ღმერთმაც ასე გაგვახარა ამ სამყაროთი. ესე იგი როცა მეგობრებო სიყვარულით რაც უყურებთ ხო ამ სამყაროს ჩვენ უკვე ღმერთში ვართ. ხა ღვთისნება როგორია ნახეთ ღმერთთან უფრო ახლოს რომ ვიყოთ მეგობრებო საჭიროა ვიცოდეთ მისი წმინდა ნება. ღვთის კანონი, უნდა წავიკითხოთ, მოусმინოთ სახარებას, ბიბლიას, ხო? ეს მთელი ცხოვრება უნდა წავიკითხოთ. რა ვიცი, 1000 ჯერ, 10000 ჯერ, 100,000 ჯერ. რადგან იქ არის ყველაფერი, ხო? ღმერთის კანონის სინათლეა, რომელიც გზას გვაჩვენებს. წმინდა ილარიონ დიდი ამბობს. მაგალითი ასეთია, ბებოშვილიშვილ სახარებას უკითხავს და ეუბნება ამაში ჭეშმარიტება წერია, იცოდე და დაიცავი და გააკეთე. ანუ თუ ვიცით ღვთის ნება და ცხოვრობთ მის მიხედვით, მაშინ ცხოვრობთ ჭეშმარიტად და გვექნება მარადიული სიცოცხლე, მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ. ღმერთმა დაგლოცოთ მეგობრებო, შეგიწიროთ ვიცმისმენდით, რა თქმა უნდა ჩვენ ჩემ აღზე არის ასევე ბევრი საინტერესო ვიდეო სულისთვის სასარგებლო და გადადით მოусმინეთ ვისაც გსურთ. ასევე გამოიწერეთ არხი, გაუზიარეთ ადამიანებს და ამით თქვენ დაეხმარებით არხის განვითარებაში. და მეც რა თქმა უნდა. წინასწარ დიდი მადლობა. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. ამინ.